გეგუთის ციხეში მოკლული 25 წლის გიგა ფარტენაძის ოჯახი მკვლელობაში მონაწილე პატიმრებთან ერთად საშილახსრულების დაწესებულების თანამშრომლების დასჯასაც ითხოვს. ოჯახი ციხის ადმინისტრაციას გულგრილობაში და არაეფექტურ კონტროლში ადანაშაულებს. ფარტენაძის ადვოკატმა დღეს პრესკონფერენციაც გამართა, სადაც დაწესებულების თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. Დაუშვათ არსებობს რაღაც ისეთი ფაქტი, საფრთხის შემცველი ფაქტი, ეს ადამიანი ერთად არ უნდა იყვნენ მოთავსებული, უნდა იყვნენ დაშორებული და ასევე ადმინისტრაცია უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რა ხდება იქ. ეს არ არის უბრალოდ ერთი ხელის მოსმით მოკლული ადამიანი, აქ არის დაზიანებები აქ ამ ადამიანს ძალიან, ესე იგი, წარმოუდგენელი დაზიანებები აქვს. ძალიან არის ნაწამები, დასახიჩრებულია სხეული და არ ვიცი, ან რა ადამიანმა ჩაიდინა, ან რამდენმა ადამიანმა და ან რა მოხდა საერთოდ. მიჭირს იმის გაგება, რომ იყო ასეთი მძიმე კონფლიქტი და ეს ადმინისტრაციისთვის ან ზედამხედველისთვის არ იყო ცნობილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ პრაქტიკულად ფაქტზე დადგინდეს სიმართლე. ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე საუბარს საშილახსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ნაადრევი ფარტენაძის მკვლელობიდან მეორე დღესვე უწოდა. პროკურატურაში, სადაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს, აცხადებენ, რომ ბრალი არც ციხის თანამშრომლებს და არც პატიმრებს არ წაყენებიათ. მიმდინარეობს გამოძიება, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს ამ ფაქტზე გამოძიებას და ჯერჯერობით კონკრეტულად პიროვნებაზე არ არის ხარჯები წაყენებული. არასამთავრობო ორგანიზაციები ფარტენაძის მკვლელობის საქმის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, გეგუთის ციხეში არსებულ პრობლემებზე საშილახსრულების სამინისტრომ მკაცრი ზომები უნდა გაატაროს. კონსტიტუციის 42 მუხლის იურისტი კი მიიჩნევს, რომ მკვლელობაში მონაწილე პატიმრებთან ერთად ციხის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაისვას. აუცილებლად უნდა დაისვას იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის ქვეშაც იმყოფებოდა უსაფრთხოება სასჯელახსრულების დაწესებულებაში. ასევე პასუხისმგებაში უნდა მიეცენ კონკრეტულად ის პირები, ვისი ხელითაც მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა. პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება ადმინისტრაციას. მათ უნდა გაატარონ ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ასეთ ფაქტებს გამორიცხავს და გეგუთის ციხეში ეს უკვე მე რამდენი შემთხვევაა, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება. გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხის ერთ-ერთ საკანში, სადაც 5 პატიმარი იმყოფებოდა, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ გარდაიცვალა. მას დაზიანებები ბლაგვის საგნით მიაყენეს. გამოძიება თავდაპირველად საშილახსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. თუმცა მოგვიანებით საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა. ფარტენაძეს ხვალ დაკრძალავენ.